გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება კი მძიმე ბრალდებით და კიდევ ერთი გამოკითხვა პროკურატურაში ამ წუთებში ჩორჩანას საქმეზე საგამოძიებო უწყების შეკითხვებს ოცნების ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პასუხობს. ბრალდება, რომელსაც გამოკითხვების სერია პროკურატურაში გასული თვიდან დაიწყო ქართული ოცნების შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და ასევე ყოფილ პრემიერს. ამ ბრალდების საფუძველზე 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება გიორგი გახარიას. სწორედ ამ თემაზე გამოკითხეს უკვე მეორე წულუკიანის კომისიაზე. გახარიამ ჩვენება დისტანციურ რეჟიმში მისცა, რადგან ოცნების ყოფილი პრემიერი საქართველოში არ იმყოფება, უცნობია აპირებს თუ არა ის ქვეყანაში დაბრუნებას. გიორგი კვიჟინაძე გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში, სწორედ ის ელოდება ვანო მაჭავარიანის გამოკითხვის დასრულებას. გიორგი, თქვა თუ არა რამე შესვლამდე მაჭავარიანმა? თამარ, უკვე ერთ წუთზე მეტი არაც ქართული ოცნების ყოფილი ფინანსთა მინისტრი გამომძიებლების კითხვებს პასუხობს მთავარ პროკურატურაში. ის ისე შევიდა საგამოძიებო უწყებაში, რომ მედიის მიერ დასმულ არც ერთ კითხვას არ უპასუხა. არადა ჩვენ გქონდა არაერთი კითხვა ვანო მაჭავარიანთან, თუნდაც იმასთან დაკავშირებით თუ რა ჩვენების მიცემას გეგმავს და აპირებს პროკურატურისთვის. ის დაადებს თუ არა გიორგი გახარიას ხელს, ასევე მქონდა თუ არა მას ინფორმაცია ჩორჩანის საგუშაგოს მშენებლობასთან დაკავშირებით, გამოუყო თუ არა ფინანსთა სამინისტრომ გარკვეული თანხები გიორგი გახარიას უწყებას იმისათვის, რომ სოფელ ჩორჩანაში აეშენებინა საგუშაგო. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, არც ერთ კითხვაზე არ უპასუხა ვანო მაჭავარიანმა. ვანო მაჭავარიანი 2019 წელს, მაშინ როდესაც გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობა დაიწყო, იკავებდა სწორედ ფინანსთა მინისტრის პოზიციას. აქედან გამომდინარე საინტერესოა რა როლი ჰქონდა თავად ვანო მაჭავარიანს ამ საგუშაგოს მშენებლობასთან დაკავშირებით. ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ის მცირე კომენტარი და ფრაგმენტი, რომლის ჩაწერაც ჩვენ ვცადეთ ვანო მაჭავარიანთან. თქვენ გაეცით თანხა საგუშაგოს მშენებლობის პერიოდში? თუ რას აპირებდა გიორგი გახარია, თქვენ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს მიერ თქვენ ინფორმაცია გქონდათ 2019 წელს თუ რას აპირებდა გიორგი გახარია? თქვენ გაეცით თანხა საგუშაგოსთან დაკავშირებით? ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში უკვე გამოიკითხა ქართული ოცნების ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, ასევე დაიკითხა მაიაც ქიტიშვილიც, რომელიც ასევე იყო ქართული ოცნების მინისტრი. რაც შეეხება დღეს უკვე ვანო მაჭავარიანის ცემს გამომძიებლების კითხვებს პასუხს და სავარაუდოდ ის მედიასთან უფრო ვრცელ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, როდესაც უკვე დაატოვებს პროკურატურის შენობა. საინტერესოა ის, რომ გიორგი გახარია, როდესაც 2019 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, სწორედ ამ დროს დაიწყო ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობა. ასევე მაშინ იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური და ასევე პრემიერ-მინისტრი, თუმცა არც ერთ მათგანს და არც ერთ ხელმძღვანელ პირს არ ჰქონდა 2019 წელს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი გახარია აშენებდა ჩორჩანას საგუშაგოს. მეტიც ამ ყველაფრის შემდეგ გიორგი გახარია დააწინაურეს და ის პრემიერ-მინისტრის პოსტზეც კი გადაიყვანეს, თუმცა ქართულმა ოცნებამ რამდენიმე კვირის წინ წამოწია ჩორჩანას საგუშაგოს თემა და დაიწყო გამოძიება და მოკვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ახლა ოლიგარქის პარტიაც ცდილობს, რომ ოპოზიციაში მყოფი გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა.